დიდთვალობამ და პერიოდულმა წვიმამ მეწყრული პროცესები გააქტიურა მთიან აჭარაში. რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა. ხულოში, სოფელ თაგოში ზვავის შედეგად ჩაიკეტა სასოფლო გზა. სასოფლო გზა ასევე ჩაკეტილია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში. ასევე ხულოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. როგორც მერიაში აცხადებენ, ზარალს მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი კომისია შეისწავლის და ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ. მეწყერი ჩამოწვა ბათუმი ახალციხის ცენტრალური გზის მერისის მონაკვეთზე. აღამთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ 1 მაისთან შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ცალმხრივად გახსნილია. შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები კვლავ იწმინდება, როგორც თოვლის საფარისგან, ისე მეწყრული ჩამონაშალისგან. თოვლისა და წვიმის სახით მოვიდა დიდი ნალექი. ამაც შეფერხებები გამოიწვია როგორც საავტომობილო გზებზე, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. თუმცა შესაბამისი მომალის ბრიგადები და ასევე საგზაო დეპარტამენტის სამსახური მობილიზებულია. აქტიურ რეჟიმში იწმინდება გზები, მიმდინარეობს ასევე ელექტროენერგიის ადგენის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიეწოდება თითქმის სოფელში ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს გარდა ერთი სოფლისა, სადაც გზის გაწმენდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ადგენის სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება გამოწვეულ მეწყერებს, სოფელ ჩაოში განვითარდა მეწყერი, სადაც 4 ოჯახი გაყვანილავს საფრთხო ადგილას და თაგოს მიმართულებით თოვლის ზვავი ჩამოვიდა, წყება უკვე გაწმენდის სამუშაოები.